განსხვავებით მეგობრებო? დილა მშვიდობისა. ჩვენ მივემართებით რაჭისკენ, როგორც შეგვპირდით, იმიტომ რომ დღეს ჩვენ და ხვალ ჩვენ გამოვდივართ შეჯიბრზე. ესე იგი რაჭაში იმართება მე მგონი ბოლო წლებში პირველად შაორის ტბაზე ოფროუდ შეჯიბრება და მე და ნანკა განსხვავებულ კატეგორიებში მივიღებთ მონაწილეობას და ნახოთ რა გამოვა. რა კატეგორიაში მიიღებ შენ? მე შენ რომელი მანქანით გამოდიხარ? ორი მანქანით მოდის ხალხო და ჯერ ვერ გაიგო რა საუნდა. არა, ალბათ ამით გამოვალ მაინც რა. მაშინ ეს გოგო ჩემი კონკურენტია. ჩვენ შევცვალეთ საბურავი და შეგვიძლია უკვე მოხვდეთ იმ კატეგორიაში, რომელშიც გვაწყობს. კი ბატონო, ორივე ერთი ზომა საბურავები გვყენია და ერთი ტიპის. კი. რა თქმა უნდა, გავჩერდით ნიკოლასთან. მაგრამ არ გვასპონსორებს. წავალთ ერთი-ორი რაღაცას ვიყიდით ლუკმას და გამოვალთ. აუ, გაიცანით ჩვენი ახალი ძღოლი, მანამდე იყო სულ შტურმანი, ეხლა საჭესთან გადმოვიდა. ნინა FG ეგრე უნდა დაუძახო ნინას? სასცენო სახელით ვარაუდოთ რებელი. ნინა რებელა. სავარაუდოდ FG-თ შემოგერთებით ხოლმე ხშირად. FG-ზე ჩდება თითა. რაღაცები მზადდება, მოკლედ საინტერესოები. მაგარია, თქვენ არ იცით რა ხდება. მაგარია. გოგოები მეტნი ვართ უკვე. სენერვილო. აუ, ეხლა პირველად გამოვდივარ შეჯიბრზე, შენ გამოსულ ხარ აქამდე. კაი სტრესია რო იცი. მაგრამ იქნება თან პირველად რომ ტესტავ რეალურად მანქანას. უნდა იცოდა რომ მოусმინო მხოლოდ შენ შტურმანს მაგ დროს. თამთოთხი განსხვავებული სირთულის ტრასა არის, ტრეკი ასე ვთქვათ, სხვადასხვა დონის მანქანებისთვის. ეხლა ჩვენ სადაც ხვდებით ხო, საშუალო დონეში გადის, საშუალოზე ოდნავ რთულზე შეიძლება ითქვას და შევდივართ რიგრიგობით. იქ იქნება რაღაცა ხაზები, ნიშნულები, რომელსაც არ უნდა შევეხოთ, რომლებშიც უნდა გავძვრეთ, რაღაცა პერეკოსები იქნება, უბედურება და ასე შემდეგ. და ამ ყველაფერში მეჯიბრებით დროის მიხედვით აირჩევა გამარჯვებულები და მთავარია ჯარიმები არ ავიღოთ. მაგრამ ჩვენ მოდით დავიდანო ვთქვათ რომ გამარჯვებისთვის იქ არ ვართ. კაი, არ ვიცი, ხა მე ჩემ თავს ვიცნობ და ვიცი რომ ყოველთვის გამარჯვებისთვის ვარ ყველგან. ძალიან ჯიუტი ვარ და ძალიან რა ქვია მაგას, მაქსიმალისტი. იქ შეიძლება გადამეკრას და გადამენთოს და ხიდები ჩავამტვრე, მაგრამ შორეზე მიდიხარ და ესა ხო იცით ოფროუდში ძალიან მაგარი გამონათქვამია, რაც დიდი საბურავები გაქვს, მით შორს უწევს ტრაქტორს, კი არა და ევაკუატორს შენ გასაყვანად მოსლაო და არ ვიცი ხო წინაზე რა იბაზო. მაგრამ მე მჯერა აკას პროფესიონალიზმს რომელიც ჯერ არ აქვს მოკლედ ერთადერთი ადამიანი ვარ ვინც ბეჯოს აყვინებს და აკიულებს წავედი ეს ის რაცია რაზეც ვოცნებობდი და რაც ის საკითხი აი მირაზე ოცნებობს ხალხო ზოგი რაციას და რაციას საკითხი სმარტის სენდვიჩი გაგისინჯა ლუკა ნაჭყებიასი? კაია. ის სენდვიჩს მირჩევნია. ამ მანქანაში ისეთი ხმაურია ტენტის გამო. ერთმანეთის ლაპარაკი არ გვესმის. გრძელი გზისთვის, ვაფშე ტრასისთვის ისეთი მანქანაა რა. ძალიან ბევრს გონია რომ ანგლიერს იყიდის და ქალაქში ძალიან კომფორტულია. მე არ ვფლი, არ მეკომფორტულება ქალაქისთვის ვაფშე ეს მანქანა. მით უმეტეს დიდ საბურავია. ჰეი, შეარგინდა რა. შევედით, რაჭაში ვართ უკვე, ტყიბულში შემოვდივართ, ახლა მეგობრებო, შემოვედით ფაქტიურად. რაციაში გადმოხდეს რომ დავკასო რაღაცა გაზნოს. არა, აი გაგიგო. შენი იყო, აი.
და დვორნიკის სიღვრება რა წყალია რა. ვაიმე ძალიან შეჯიბრზე თან მინდა ძალიან მოგება, მაგრამ თან არ მინდა რომ მოგებისკენ ვიყო რა განწყობილი, იმიტომ რომ არ მინდა რომ ახალი ზიზია დავაზიანო. ახ ეს გოგო არ ჩუმდება რა, ნანკამ ჩაიფსა. ესე იგი, ავარიული გაჩერება გვაქვს. ძიმე პრობლემებით. ნანკას საბარგულში რაღაც დაექცა და გაგვისკდა გული რა გაზდისო უკანა და მე კიდე აგერ მოსახვევში სტერჟინი გამძვრა. ჩათვალე რომ ოქროუძე ხარ. ესა რა გინდა? მინას დაიეს ნაწილი გაზურა. ოდო დადის ახლა თავში უნდა ჩაარტყას ვინმე. აბა სტერჟინი. ვიდეო არა. რომელს აქ ბრონხიტი თქვენი აზრით? ნუ მიხვალე. შენაგული არა და ვიხუმრე წინა. ბეჟო, შეგიძლია მოყვა 1-2 სიტყვით შენი მოლოდინები დღევანდელ კიდე ხვალინდელ შეჯიბრთან დაკავშირებით? დილით ვიხუმრე სინამდვილეში ნანკა ძალიან სწრაფად კრებს გამოცდილებას და ყოველ დღე ძალიან დიდი ნაბიჯებით ვითარდება. აბსოლუტურად სადა დედამიწა პირველი გასვლიდან დღემდე. შანსები გვაქვს, შეჯიბრია, წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვით. ყველაფერი ხდება და ხან პატარა გამართლებაც გინდა, ხან რაღაც, ასე რომ წინასწარ არაფრის თქმა არ შეიძლება, თუმცა კონკურენტ უნარიანი ეკიპაჟი ვიქნებით აუცილებლად. მინდა? აბა. ლობიანი. ლობიანი მინდა. ალეო. კოდე ერთ წელზე მუშაობს იგივე და უნდა იყოს 270 მიტონიანი რა. всё, გაუგეთა საკ. ამ დროს ახ მესიჯით მოდის მე. თქვენგან ჯარის მესიჯი. ჩვენ ჩამოვედით შეჯიბრის ლოკაციაზე. არ ველოდი ესეთ გალამაზებებს. ძალიან ლამაზია. ბევრი რანგლერია. რანგლერი. შეჯიბრზე გამოდიან ეგენი? სტანდარტებში? კოდეც გამოდის, რა მაგარია. ჩვენ მოსისხლე კონკურენტები ვართ. გაჩერდი, გოგო. ვიტი. ესე იგი, 2 წუთი მოვხუჭე თვალი და სადღაცას ვართ. სადა ვართ? მოკლედ რანგლერები ვართ. 1 2 3 4 5 ისაც ჯიპია. 7
8 ვრანგლერია ხალხო ჯერჯერობით. მიდი შეამოწმელი ბეთ. ჯალამბარი მიდი შეამოწმო. შენ სად მიდი? შენ შტურმანი ხარ ბეჟ. მოვალე ხო. საქმე არ არის ბოდიში. აუ ეს მომწონს კაროჩ ეს არის თქვენ არ იცით რა სიძველე ეს ხო ვილისია. ეგ არის 1800. ხო უმაგრესობა. ესე იგი ვიღაცები ამოწმებენ თავის მანქანებს, ესე იგი არამონაწილეები იქით არიან ჩამწკრივებულები. ხო, მაგრამ ეხა ჩვენ უნდა წავიდეთ ამ რედბულის მანქანას ხშირად ხედავ გვალბახთან. რეგისტრაცია შენ არ გაიარე რეგისტრაცია? არა, ნუ იქ უნდა მიხვიდე და უთხრა რომ დედა დაიფიცა და შენ ხარ. გასაგებია, წავიდეთ, დავიფიცოთ დედა რომ ჩვენ ვართ მაშინ. ბეჟო, დასაფიცად მივდივ. ჭირდები მანდ? ვაი, მე ყიყლიყოები მაქვს ხალხო ძალიან. ირაკლი უკვე საქმეშია. ირაკლი ელოდება კვადროების და ბაგების კატეგორიას. ისა საბა მითხრა ცოტა მერე გაკატავებო. საბა ვინ არის და გაიცანი უკვე მძღოლი? ხო. საბა არის ბაგის მძღოლი, ესე მივხვდი. პიტნის სუნი დგას თუ რის? არა, რაღაც ანისის თუ რაღაცის სუნია. ანუსის? ანუსი არა. ვაიმე, მოდი რა ეს ბიჭი უნდა ჩავწეროთ. მე? ხო? სინოლი გაქვს. გაისაიდეთ ტრეკზე ნახეთ? აი, მაგას ტრეკი არ ქვია. აბა რა ქვია? სიკვდილი ქვია. ჯალამბრების შეჯიბრება? არა. აბა? ზემოდან ფიზიკურად ხო ჩაებნები ჯალამბრით რა, ისეთი ადგილი. ერთი ეს ადგილია. თქვენზე უნდა იძახი, გადმოხვიდე. განეიტრალო და ესე აი შტურმანთან ერთად წიხს მივკრავ და თუ ჩავარდება ბოლოში. ბეჟ, მანქანის ნომერი არ მახსოვს. ბეჟ, მანქანის ნომერი არ მახსოვს და რეგისტრირდები და არ მახსოვს. ჟუ პოპო. თვითონ ჭელობთ, ვიც არის ტექნიკური ორგანიზატორი. ამ შეჯიბრის და ღონისძიების ჩქარა გამოვიარე და ვეღარ სუნთქავ. წამოყვება გავივლით ტრასებს, გარკვეულ კითხვებს დავუსვამთ, ტექნიკურ საკითხებში გვიპასუხებს და საინტერესო იქნება მაყურებლებისთვისაც. სად მივივლით, როგორ ვივლით და რანაირად ვივლით, გველოდება ის კაცი. ბატონი დავითი ჭელიძე, ამ ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ტექნიკური ორგანიზატორი მთავარი. შენ გაგხო? და ბატონი დავითი გაგვატარებს იმ ტრასებს, რომელზეც ჩვენ უნდა გავიაროთ. და ისე როგორ შეარჩიეთ? ეს რო გითხათ, დაგვინდეთ თუ სადახოვრი უნდა იქნება? ხედავ. ისე არა. ჩავიგე ხო? ანუ თქვენ არ დაგინდეს. ერთ-ერთიც არ დაინდა? თქვენ არა, თქვენც. კლასები საერთოდ და ივანტი დანდობა არ შეიძლება სპორტში. სტურმანი შენ ახლა? ართალი ხართ. სტანდარტები სამოყვარულო და მიეჩვევიან. სტანდარტიდან მერე წავლენ ზევით და ზევით. აჰა. მე რაღაც ზევით და ზევით და მომიწია. ჩვენ ისა აქ ერთი ბავშვი ყავს. პირდაპირ ზევით უნდა. უნდა? არა უშავს გავიგე. მოუწია. მოუწია. აკანკალებული ხმარა. აი, ეს სიმღერის დროს ბოლოში არა აკანკალა. უშავს ინტრასებს რო გაივლიან მერე. საიდან ვიწყებთ? მუცელმაც ბუყბუყი დაიწყო. აქ წითელი ფირნიში ამას. ყვითელი ხო შემეშარა. წითელი ფირნიში არის მისი R1-ის. ეხლა აქ აი ესე უნდა გავიარო. რა? აზე ჩამარტყი ტოტი იცი? ტოტი მე როგორ ჩაგარტყი წინ ვიდიოდი. ესე უნდა ამოხვიდე. ესე უნდა გადმოხვიდე. არ გტოვე. იქაც წამოყვები და იქ. როგორ? კი. აქ ამოყირების შანსი არის? აქ წერათ რომ შევიდეთ. ხო. ცოტა საფრთხე შემცველი და იქ შეიძლება ჩაგიგდოს და ოდნავ პერეკოს წაგ. ამიტომ. ხო. თქვენ შეგიძლიათ, არ არის მაგრამ არ გამოგვივა, გძელია 4 კარიანი მანქანაა. პირდაპირ ესე უნდა შევარდეთ, სხვა გზა არ არის. ესე ხო. პირდაპირ ესე უნდა შევიდეთ. ბლოკით, მაქსიმალურად არ დაგვიბუქსავდეს. შენ ხო გაქვს ბლოკები? ბლოკები კი მაქვს. უკანა ბლოკით უნდა შევიდეთ აქ. ეს ჩამოშლადი არ არის? ჩამოშლადი კი არის, მაგრამ პირველი მანქანა ჩამოშლა. ვითომ. ჩამოშლადი არის. კაი, გასაგებია, წავედით. მაინც რა თქმა უნდა, ბეჟო, რა გაიგე, მეც გამაგებინე. პირდაპირ უნდა გადაიარო. აქ ესე რომ მეთქი ესე შევალთქო რა. გადაყირების შანსი რომ ნაკლები იყოს, მაგრამ იქ ვეღარ გავეტევი, გავტეხავ ჯოხს და ჯარიმას ავიკიდებ. ამიტომ აი ესე უნდა მოვადგე და ესე უნდა შეხვიდე. გას გაყრა? არა, რა გას გაყრიძე ნელ-ნელა ძალიან. სტურმანი გადმოხტება და რაღაცებს აქეთ-იქით. აი, არაფერი, წამოდი ჩემს გვერდზე იარე რომ რაღაცები აგიხსნა რა. წამო. სტარტი როგორ არის? დასტარტოა და ეს საჭი გეუბნება თუ აი ხუნა ამის იქით არ გაგაწევინეთ მანქანის წყვილს. თქვენ შეგიძლიათ რაც გონის გულით ზოგი იგიდგება, ზოგი ხო ამის წინ ვერ დასტარტავთ. კი ბატონო. აქ შეგიძლიათ გაჩერდეთ. ცხვირი არ უნდა ქონდეს გამოწევა. შეგიმოწვეთ. ცეცხლმაქს დაუტოვოთ, სად აგერ დაიდებს.
ღმერთს მარახეს უნდა მეიყოს დაგეხმარება. საჯი შეგეკითხეთ, გაგისინჯავთ, ღვედი შეკრული გავთ, ჩაფხუტი შეკრული გავთ, ყველაფერი და ესტარტია. შეგეკითხეთ, ძათხართ, კი 3 2 1 და დასტართ. კი ბატონო. მინიშნება და ნუმერაცია ყოველთვის მარჯვენა მხარეს. თუ ესე გადიხარ შემდეგ ნუმერაციაზე, ესე იგი სწორად გადიხარ. იქიდან რომ სტარტა მოდიხარ რა? ხო, მარჯვენა. და წითელია ჩვენი. მე ალბათ უხევთ, აგე მესამე. ხედა? აჰა, მე ავდივართ პატარა. აი ნუმერაცია შეხედე, 3-ია, მესამე კარი. რამდენი კარიც არის, იმდენი ის არის ნუმერაცია. არაფერი პერეკოსი არ არის აქ. პროსტო ბლოკით უნდა ვიაროთ წინასწარ. აუ, მე არ მინდა. აღარ ნახე სად უნდა ავიდეთ? მე-4 კარი. მე გადავები. წამოდი. არ გეღადავებ. ნინა, მე პაკა. მოდი გენაცაი. მე გიბალეშიკებთ. მოდი, რას გიბალეშიკებ კაცო, მოდი. მე აქ არ შემოვალ. გურო ჩაის. შანსი არ არის, რა სიძახ. შემოხვალ, წადი. შემოხვალ. საკოტრიალოთ არ ჩამოვსულ ვარ. არ იკოტრიალებ, აი ფეხით მომიცურდა უკვე. ნუ გეშინი. მე გარედან გადავალ და გარედან გიკარნახე. აბა ბიჭო. ისეთ იმაში არ გიმას გიზავ რომ მე სოკოს დავკრიფო მშვენიერი რაოდენობა მომეწო. აქ მოვით ეს დავასვი სპეციალურად ახლოს უგლებოდ. გურო დაისვი შტურმანად. მომისმინე. გურო დასვი შტურმანად. სადაც შენ ვერ შეიძლება. შტურმანს და პილოს გადაცვლის საშუალება აქვს. ანუ რეგლამენტი ითვალისწინებს. გადაჯდება, გადაგატარებს და გააგრძელებ ფერი. ანუ დანარჩის მერე кейფის დროს გეტყვი. უჯანაბაროთაც უნდა ახლა. უჯანაბაროთი. თქვენება, მაგრამ მე რო გამოვდივარ თქვენსაც პირველად მე არ გავრისკავდი და მე ყოველთვის მირჩევნია რეზულტატი იყოს. თუნდაც მე-4 ადგილი, მაგრამ მანქანა მთლიანი მივიდე და უჯარმოთ მივიდე. ვიდრე ვახ რა მაგრად იარა და ბრაღდა 4 მაგრამ სად უნდა დავაბა? იმ პატარა იმაზე ხეზე? ეგერ ხეების მეტი რა გინდი ნაძვზე დავაბი, სადაც გინდა დავაბი. თავარი რა არის, იცი? უაზროთ. ყურე რა არის თავარი? როგორ უაზროთ არ უნდა იჩქარო. ხო, ეგ ყველაზე მთავარია. ჯობია სამჯერ დახიო უკან და ისე გახვიდე ვინაიდან ერთი ჯოხი რო გატეხო. თუ არ ვწდები წუთია ჯარიმა. ხო. წავიდეთ მესამე ტრასაზე ბატონო. 15 წუთი. ო, აქედან უნდა გაიარო. ლობიანი. ნინა, ფეხით ჩაიარეთ, აბა როგორი პერეკოსია, ნახეთ, მიდი. მან და მე ფეხითაც არ ჩავალ. რა მერე? მიდი ჩადი. მოვჯდები აქ ნაგავში. ესე? წავედით მესამე ტრასა ვნახოთ, კითხოთ. ეს არის მეორე კარი. გადადიხარ? ხო. სახე ჩანს? ამათი. მე მზე მიჭყიტინებს კაცო. ხო, მზეს დააბრალ. არა. მეც მიჭყიტინებს, მაგრამ მაინც ჩავმჟავდი. ერთი წამი მერე პირდაპირ. აი ესე მოდი. არა, შეგიძლიათ იქ არ მიხვიდეთ და თუ არ მოგიწიათ. შეგიძლია აქ მოხვიდეთ. ეს მასტივით პირველი და მერე იქ წახ. აქედან გამოვა და იქ. აი აქედან დაიწყო. ვერ გავიგე? ერთი წამი აქ ფორმალი უნდა გადავატა. ასე ჩამოხვედი. მარჯვენა გამოვიდი, მერე ეგრევე აიღე და იწყე ახლა. რა სიძახია? არა, ამჯალო. არა, ის ტერორია. უკუთელია და. თემა რა არის? იმიტომ რომ ხო, ეხა უცებ მეგონა, რომ აი აქ შეიძლება ავიდეთ, მაგრამ ეს არის ტერორის რა, აი მძიმე. მოვდივართ, ეს არის მე-6 კარი, მე-6 აი აწევია. აქედან პირდაპირ მე-7. წრეს ვარტყა, მივდივარ და აი იქ. ეს ხო შავრია, შავრში ჩავდივარ. წრეს ვარტყა საინტერესო, და გამოვდივარ. რა არის საინტერესო? წამოთ, ბაში შევდივარ, წამოთ. უი, როგორი საინტერესო. ნინა, მოდი. ნუ იქ რო გადმოვივლით, როგორც გადმოვივლით და ოპერატორებს ტერიტორიაზე შემოგიშვით. რომ ეს ჩვენი გადასვლები, გადმოსვლები გადაიღოთ. მართლა გვაქვს უფლება? მანქანაში ვერ ჩაგსოთ, მაგრამ აქ ტერიტორიაზე იქნები. აუ, ძალიან მაგარია. აქ გამოვდივართ და უყურე ახლა. მართლა ძალიან დიდი მადლობა. შეხედე, ამას უნდა შემოუარო რომელიმე მხრიდან. ნებისმიერი. ამ ჯოხს უნდა შემოუარო ნებისმიერი. ანიქიდან. ხო. ნუ ყოველთვის ზოლს ურჩევნია მარცხნიდან შემოუაროს ეს. ეგრე ვართ უძრაობაში მიჩვეულები. კაი. ამ ჯოხს უნდა შემოუაროთ. აქ ალბათ შევდროპო ფეხით ვნახოს იღრმე? ჰა? შევდროპო? ასია დაახლოებით ასია ხალხი. აქ თუ ჩავარდა იდგება ტრაქტორი საჯალამბარეთ? არ იდგება, მაგრამ რაღაც ნახოთ როგორი. და ეს არის ბოლო. თუ კიდე რამე საკუბოე გვაქვს კიდე. ჰა? კატეგორიაში არ გავდივართ, თორე არის. კი, მაგრამ აი მინდა გითხრათ რომ ამას თუ მართლა გავივლი. მოიცა, რა თქვი? თუო
არა, სხვა რაღაცას ვიძახი საყვარელი. ჯალამბარი თუ დამჭირდა, სად უნდა ჩააბა? ბეჟ. აქ ჯალამბარი თუ დაგჭირდა, სად უნდა ჩააბათ? აქ დადგება ტრაქტორი. აქ დადგება ტრაქტორი, იმედია მე რომ აქ ჩასვლა არ მომიწევს. ვაფშე იმედი მაქვს რომ ამოხვალ, ამოვალთ ჯალამბარის გარეშე, მაგრამ თუ ვერ ვქენით, ასე ვთქვათ, და თუ ჩავჯექით, ჯალამბარი ტრაქტორი დადგება, ამოვალთ. მე ჯალამბარს დავახვევთ და ვაგრძელებთ აი ამ კარის და. მოდი აქეთ. ხო გათხრია. მაქსიმალურად გალიას გამოჩდება მე რა. გურო მაქსიმალურად გადაცია. ყველაზე ნახი არის ვინც გაივლის დავინახავ ხა. აა პატარა. ხო და მარჯვნიდან ჯობია. ხა მარჯვნი პატარა. მარჯვნი ჯობია. ჰე! წერ ერთი. ეხლა მეთაშე. ანუ ეს რაც გავიარეთ. შეგიძლია იმ კლაპოში მომისროლო პირდაპირ. არა, იმ კლაპოში მომისროლე რა, ხო. ადი, ერთი. ეს არა გიტრაციაში დააგდებ. წავიდა. აი, ეხლა ამას ეკრება. ეს დამიყვა. ეს ყობათ რამე რო ნერვიულობ, ჰა? გავიარეთ ტექკომისია ორივე მანქანამ საკმაოდ როგორც შეხედე ხა შენ ძირეულად გადაამოწმა შეამოწმა ის ღვედი რო არ კეტავდეს პრობლემაა სავარძელი რო ქანაობდეს ან რაღაც მოტეხილი იყოს საზურგი ან რაღაცა პრობლემა წავიდეთ რაღაცა არა კაცო აქ არის ერთად გამოვიდეთ მაგრამ მადლობა რანკას არ უშვებს შარვალი და ვერადის ვაკანი დილამშვიდობისა, ეხლა არის დილის 9 საათი, ჩვენ მოვედით 10 საათის დაგვიანებით, ოღონდ. ხო. ძალიან ცივა არის ნისლი. ულამაზესი სიტუაცია არის, შეხედეთ, გარემოა სასწაული. ღმერთმა ქრასნომზეც გამოვიდეს ნელ-ნელა, ყველა ვემზადებით. აგერ, ჩემი კოლეგა რობერტო მავანიც აგერ ჩანს. გამოდის? გამოდის ხოლმე, ხო, შეჯიბრებებზე. არა მგონია. ხო, მოკლედ, არ ვიცი ამ ვიდეოს რო ნახავთ ჩვენ რა შედეგი დავდეთ, მაგრამ გვინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ მივიღოთ გამოცდილება და უბრალოდ ერთი პატარა ახალი ისტორია დავწეროთ, მეტი არაფერი რა. ეს კალბატონი არის ოფროუდის ლეგენდა საქართველოში ქალების განხრით ხო საერთოდ, ხო? და დღეს გამოვდივარ ზორება. აბა, ლეგენდა არა ვარ. როგორ არა ხართ? ყველა გიცნობთ, ხარ? კი, ჩემი ბავშვობის ინსპირაცია, ქალი. გამდივართ, ხო და დღეს ჩვენი კლუბიდან ორნი გამოვდივართ და ორივე გოგოები და აბა როგორი წარმატება უნდა გვისურვოთ? 24/7-ზე ოფროუდ კლუბ 24/7-ზე. ხო და აბა რას გვეტყვით, რა გავითვალისწინოთ, რა ვიფიქროთ? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? თან მით უმეტეს, როდესაც დებიუტანტი ვარ მე და პირველად გამოვდივარ შეჯიბრზე. ესეთი სიმძიმის. გისურვებ არა მონაწილეობას, არამედ მოგებას. მეორე არის რომ ეს ნაბიჯი გადადგით და გილოცავთ, რომ შეჯიბრზე გამოდიხართ და მესამე არ იჩქაროთ, იარეთ სტაბილურად და გადით ფინიშამდე.
პრობლემა გვაქვს. მანქანა ავარიულშია და არ იწურება. გადაცემათა კოლოფი ჩავარდა ავარიულ მდგომარეობაში. ნუ მაჭმევ, ესეც ხო ისმის. ტრარში დარჩა და აღარ მოძრაობს. და რაღაც პრობლემას წავაწყდით სამწუხაროდ. ბლოკის ჩართვის დროს შეიძლება შეზღუდული შესაძლებლობებით მოგვიწიოს ასპარეზობა. რაღაცა, ვთქვით გავუგოთ რა უნდა. გავაკეთეთ. ველოდების შედეგებს ახლა რომ მივხვდე და გავიგო, შეჯიბრზე საერთოდ გავდივარ თუ ვერა. ყველა პრობლემამ ერთად იჩინა თავი, იმენა გამოვსწრებდი. არაფრის პრობლემა მოვაგვარეთ, ეხლა ბლოკირების სისტემას დავტესტავთ კიდევ. იმედია სრული დატვირთვით და სრული შესაძლებლობებით გავალ საასპარეზო. რავი, გასვლით წესით გავდივართ, მაგრამ ყველამ წინასწარ იცოდეს, რომ ჩვენ ცოტა პატარა ნაკლოვანებებით ვიყავით ცოტა ხნის წინ და ბრძოლა, მაინც ბრძოლაა, კაი. ხარ წავიდა წავედ სად ხარ კი აბარა მაგალე ხორჯობია მოიქცა კი ნინა არ შვება უშაოს ბევრია ხო? ბევრია, მაგრამ ჯარიმების გაქვს მე მგონი. ეხლა ვნახავ. ის გამიტყა? აუ, ჯარი მოვიდე ერთ. ენალინი არის, აი ძალიან მოზღავებული, არ ვიცი როგორ იყო, აი ესეთი იყო. ხო რა, როგორ იყო? კარგი იყო. ხო შენად ყველაფერი კარგად გააკეთა.
იქ უკეთესად ვიყრით მეორეს. აბა როგორ არის განწყობილი? არაფერი არ არის, აი ჩახოლავდა, ხუება საფიობია, საერთოდ არაფერი არ არის. არაფერი არ არის. ადრენალინის ამბავია. ან მაგარი დაცულად ხარ, ისეთი გასაგები. შეიკავე. Deixa o carro todo mundo. Gaustori, პირდაპირ გაუსტორე კარს, პირდაპირ გაუსტორე კარს. მიეცი გარს. გადამოწ. სამი როგორ ვხავე? ჩამოსასვლელში. მაგრამ ძალიან მაგარი შედეგი. ჩამოსასვლელში. ის ჭკვიანური იყო პირდაპირ გადაირბინე. ხა დააგო. უშიძგეშვერა. ხო ძალიან მეშვერა. პირველი მეჯოხზე ხავ. იცი? პირველი მეჯოხზე ხავ, კითხარი. ეხლა ახლა დასტა. იცი რა როგორ ავიდე? აქ რა არის არა. მიდი დაკა! ანკა! კაია, კაი! გაზი! გაზი და მარჯი! მარჯი! კაია, საფო! აი დახედა კარგად თავი რა. კები. მიდი, კაია, ეგ არის კაია, საფო! აი, რული პიტაი და კები. აუ, ჯიგარი ხაიდა! Pastor da casa. Ai, vamos. Ui, você. Ai. Ai, né? Tá falando da boca. Vamos aqui aí. Ai, onde é? Modi. Aqui tá aí. Ara. Cadê o? Modi. Aqui tá aí, né? Veja o supure. Veja só da shorta daqui no daqui na foto, veja. Sevitat. Modi. Aqui tá aí. Aqui tá aí. Vai, Ara. უკან იქნება. ვერ გაასწორებ თავს. ანკა მომისმინე. ჩემსკენა ვიზე. უკანი შედარგიდა. დაასწორე. ჩადი, კიდე.
Okej. Dobra, bardzo miłaju. Gargi xar. Gadik bolomde, gadik. Gadik bolomde. Ashe ari. Aiya. Gargi. Midi. Nino. Ai gekida. Ikidai. Ai, მარცხნივ და გაზიდა ტრაქს მოიგო. აი, ახლა ჩაშკინა იგი, მოდი, წამოდი. არა, არ გიდა, არა. მოდი. აია, მოდი. მოდი, აია. მიმიკური. აია. აცარდი. მოდი. არა. მოდი, ურო გამოიცა. აი, ხესი და მარა. შორიდან რიხე? რომელ კარში გავდივარ? აი ამ. წადი ოდნა. მარცხნივ, აი, თავი. მარცხნივ აიღე, ნინო. მარცხნივ, წადი. ჩადი, ჩასულები, წადი ახლა იქ. იქ წადი. იყო გაჭრილი. ერთი თვითონჯახი იყო ის. მოიცადე და ეგ არ გვეჭლება 10-1? აა. ჯარი, ურო. დროები რა დრო და ხუთი და რა. უკა. ეხლა ნამდვილად ვიფსავ. მოგიხარი. მოდი უკვე სუჩავთავ, კაი? კაი. საჯები. შენ რომ მოძრაობას დაიწყებ, მაშინ ჩავთავ წამზომს. უკან რო გამოხვალ, მთელი მანქანა რო გამოვა, ანუ უკან საბურავები რო გამოდის, მერე გამოვთავ წამზომს. თუ შტურმანი გადმოვიდა მანქანიდან. უნდა ჩაჯდეს მანქანაში. კი ბატონო. სასურველია შიგნით, მაგრამ გარეთაც შეიძლება, ანუ შენ შეიძლება გამოხვიდე. შტურმანი უნდა ჩაჯდეს, ღვედი გაიკეთოს და მერე გამოვთავ მე დროს. აი რა. ახლა შტურმანი გავს.
არ გვინდა რა მაო ეგ ბაზარი რა. ეგ ჯოხი გადარჩა წესი. აი კარში. ნელა. ეს სწორად ტროტუარში დიხარ კარში თო. აი ესე წადი, აი ჯოს შემოუღრა. ჯინგარა. ზერარა, აბიეცი. მიეცი. ეგარ. დაასტო. აუშიგას. წადი მარჯვე. ნელა არ გინამ ხელაგაზი. ფინიშ.
მოდი აი ესე მოდი აი მაგეთ მე დამიმოდი მოიცა Გამოუშვი. აგრძელა და იგი ხის ძირზე ჯოგირჩევნია, აი იცი. მიდი გასული ხარ. წადი გაზიმიე. მიდი. ოჯა კარგები იყავი. შესანიშნავია. ეს გახსენით. ზატო ძალიან ეს მიგატრიგა. მაგათი წავედი მარტო აღარ უნდა.
ნინაჩკა. რამდენი წუთი გვაქვს ნინ? რამდენი გაქვს? არ ვიცი, ჯერ არაფერი არ უთქვამთ. მოდი აბა ვკითხოთ მაგას. აი, საშეჯიბრო ნომერი რა აქვს მანქანას? 01. არის ნახევარი საათი. და დრო არის, აი ეს. ხო, თქვენ. და 4 ჯოხია მოდელი. ხო, არა აქვს. ხო, მე მაქვს დრო 5 წუთი და რაღაც. ხმა აღარ მაქვს, ხმა მაქვს უკვე ჩახრეჩილი, წივილი, კივილით. რაც შეეხება ნანკას. პირველი ურთულესი შეჯიბრი იყო, პირველი იყო ნანკასთვის და აი პირველის ყალობაზე კი არა, ბევრ გამოცდილ პილოტს გაუჭირდებოდა ისე ასპარეზობა, როგორც ნანკა მიასპარეზა რა. არ ვამატებ არაფერს და იმიტომ არ ვამბობ, რომ ეხლა ნანკა ჩემი მეგობარია და გული გაუკეთო და მართლა ესეა. ხოჩა, ჩემ მოლოდის გადააჭარბე შენ. შენ გჯეროდა ჩემი, მე შენი. კი, წინ კიდე ძალიან ბევრი ასპარეზობები გვევლის და ძალიან ბევრი მწვერვალები ექნება დასაყრდნობი ნანკას. ეხლა რაღა გამაჩერებს ხალხო. უნდა აღინიშნოს, რომ ბეჟო იყო საუკეთესო შტურმანი ეგ უნდა ვთქვათ. შტურმანების კატეგორიაში. ანუ მაგას ვამბ მე რომ ბეჟოსი რწმენა არ მქონოდა. თავდაჯერებული იყო ძალიან. ძალიან თავდაჯერებული ვიყავი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ბეჟო მიმაგრებს გვერდსაც, წინხეთსაც, უკანახეთსაც და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. მადლობა ბეჟო ამ ხელა გამოცდილებისთვის და უშენოთ მე ეს არ წარმომედგინა და ჩვენ სადღაც შარშან მე მგონი გაზაფხულზე ვგეგმავდით უკვე თუ ზაფხულის დასაწყისში ვგეგმავდით რომ ეს ნაბიჯები ერთად უნდა გადაგვედგა და კიდე ძალიან ბევრი ნაბიჯი უნდა გადავდგათ ერთად. კი ბატონო. ძალიან მიხარია რა. ყოჩახ შენ. ყოჩახ ჩვენ. მადლობა შენ. იცით რა? ჩემი შტურმანი ცოტა ღიპით კი არის, მაგრამ ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა. ეგრე ნუ უყურებთ ამიტომ. მაგრა გარბოდა ჯალამბარს. ეგრე სწრაფად ჯალამბარი არავის არ ჩაუბია თურმე. მოიცა, ჩაგეხუტეთ. ბოლო ჩემთვის არ მიყურებთ. ჩაეხუტეთ, ყველანი ჩაეხუტეთ. ყველანი ჩაეხუტეთ. ბოლო მომენტისთვის არ მიყურებია. იქით ვიყავი. ეს იყო უკვე დიდი გადადგმული წინ ნაბიჯი, არა? დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო და ძალიან დიდი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს. იმიტომ რომ ჩვენი მეგობრებიც წამოვიდნენ საგულშემატკივროდ და ნინამ მიიღო მონაწილეობა შეჯიბრში და მოკლედ ძალიან მაგარი რა. მე მომიშვირა და თითო ლაპარაკი. ხო, ბოდიშვი. აი ეგრე არის რა. ყველაფერი ამისთვის მინდა. დიდი მადლობა ორგანიზატორებს ესეთი შესანიშნავი ტურნირისთვის და მართლა ყველაფერი ძალიან კარგად იყო და მოწესრიგებულად. ეს უნდა აღინიშნოს აუცილებლად და მადლობა ჩვენს მეგობრებს, ვინც არ იყვნენ საასპარეზოდ და ჩამოვიდნენ, წამოკვდნენ საგულშემატკივროდ. მადლობა ყველას. მადლობა.